გადავედით ფლოუტერზე, ორივე მხრიდან ვესვრით ფლოუტერს. სამწამიანი შიგნიდან შევდივართ. სამწამიანი შიგნით შევდივართ, ბოლო ზურს უკან გავაკეთებთ, სამწამიანი შიგნით შევდივართ. აქ სკუპზე ვჩერდებით და ვესვრით რაც შეიძლება მაღალი ტრაექტორით. გავიგეთ? მე ვთამაშავდი მაგალითად მასზე. ყოველთვის ვცდილობდი რომ მომეტყუებინა და შუაში წამოსულიყავი და ძალიან მარტივად ვშლიდი დაცვას, იქიდან გამომდინარე რომ ფლოუტერს ესვევდი. ფლოუტერის როლა თუ შეგიძლია, შენ მე კარგი შუაში კარგი თამაში თუ გაქვს, მათიდან ბევრად მარტივად შეძლებ რომ პასების განაწილო შენცაც სიმცეები შექმნა. აი, საფრთხეს ქმნი, როდესაც შეგნით შედიხარ და კარგი ფლოუტერი გაქვს, მით უმეტეს შენ გჭირდება ყველა ვარიანტი ფლოუტერი. ნახე რა უპირატესობა გაქვს. დაბალ მოთამაშეებზე, მე თვითონაც რომ ითამაშია დაბალ მოთამაშეებთან, ფიქრობ რომ შემიძლია დაფარება და ყოველ ჯერზე ავხდე. კიდე ზევით შეგიძლია, კიდე. აია. სამწამიანი შიგნით, სროლა არა, ფლოუტერი. ფლოუტერი, ხელი არ ჩაკეტო, მაჯა არ ჩაკეტო. მიდი.